მე მახსოვს ერთი შემთხვევა, როდესაც სასამართლოში მუშაობდი მდივნად. ჩემმა მოსამართლემ მოგეხსენებათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით ახალი მიღებული იყო არასრულწლოვანი თუ გამტყუნდა, ჯერ მტყუნდება და შემდეგ ენიშნება მას სასჯელი. ესე იგი, ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ თუ არ ვცდები მსგავსი პრეცედენტი აღარ განმეორებულა. ჩემმა მოსამართლემ არასრულწლოვანი, რომელიც დამნაშავე ცნო, აღიარებდა ეს ადამიანი დანაშაულს და უალტერნატივოდ მისთვის უნდა დაენიშნა რეალური სასჯელი, ფიზიკურად თუ არ ვცდები არაერთ გზისობა იყო თუ რაღაც განსაკუთრებით ძიმე დანაშაული, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ამ ადამიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ ამ 5 დღის განმავლობაში სანამ ეს დასკვნა იქნება მზად, გთხოვ, რომ გამიშვა გარეთ, რომ დავიმშვიდობო ადამიანებს და მე პირობას გაძლევ, რომ ჩემი ფეხით მოვალ აქ 5 დღეში თუ 6 დღეში, რამდენ დღეშიც იქნება ეს დასკვნა და მე შემდეგ ჩავჯდები ციხეში. ჩემმა მოსამართლემ გაუშვებდა ზუსტად ვიცი. გაუშვა, გაანთავისუფლა, დამნაშავე ცნო, გაანთავისუფლა და ეს ადამიანი 5 დღეში თავის ფეხით მობრძანდა, განესაზღვრა საკმაოდ მაღალი სასჯელი, მინიმუმი როგორც მახსოვს, მაგრამ მაინც